გურჯაანის სპორტ კომპლექსი საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ დაპირისპირებას უმასპინძლებს. კლუბის მენეჯერის დავით ფიროშვილის განმარტებით, საწყის მატჩებში გუნდმა დამარცხება განიცადა, თუმცა დელტას კალათბურთელები თანდათანობით უახლოვდებიან სასურველ ფორმას და ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდთან მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებენ. სუპერლიგის გათამაშება შედის აქტიურ ფაზაში, გაიმართა 2 ტურის თამაშები. აქედან გურჯაანმაც ჩაატარა 2 თამაში, ერთი ჰქონდა საშინაო შეხვედრა ბათუმის გუნდთან, მეორე შეხვედრა ჰქონდა გასვლა კავკასიის უნივერსიტეტთან. სამწუხაროდ 2 თამაში დავთმეთ, გვაქვს მესამე თამაში 24-ში ველოდებით სანიკიძეს გუნდს. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი 6 ტური არის ძალიან რთული იქნება ჩვენი გუნდისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ითქვას 6-ვე გუნდი შეხვდა ლიდერი, ძალიან ძლიერი გუნდი და ჩვენ მოცაკლია მოთამაშეები უთამაშობთ 3 უცხოელით, გვაკლია აქედან გამომდინარე 1 უცხოელი, რომელიც ზემნაშიც ვართ. მინდა წარმატება უსურვოთ ჩვენ ბიჭებს შემდეგ თამაშში.